მოგესალმებით, ეს არის ჩვენი ციკლის ბოლო ლექცია, ციკლი გულისხმობდა და ჩვენ შევეცადეთ გვესაუბრა მოდერნისტულ პოეზიაზე, მოდერნისტული პოეზიის მთავარ დამახასიათებელ ნიშნებზე და ფართო გაგებით მოდერნისტული ლიტერატურის, მოდერნისტული ტექსტის მოდერნისტი ავტორი, მოდერნისტული ტექსტი, მოდერნიზმის პოეტიკა, ეს იყო ძირითადი ფოკუსი პოეზიაზე, მაგრამ რაღაც მომენტში ლიტერატურაზე, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ მოდერნიზმის ერთ-ერთი დამახასიათებელი მომენტი არის სწორედ ჟანრების და თქვა და ასე მეტაჟანრების აღრევაც. როცა პასტერნაკის სიტყვები რო გავიმეოროთ, პროზა არის პოეზია და პოეზია არის პროზა. და ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ რომანს შეიძლება ჰქონდეს ლექსის სტრუქტურა და საექსპო ფორმაში შეიძლება აისახებოდეს ნარატივის გარკვეული თვისებები და პროზისაც კი, ხო? ნუ თავისუფალი ლექსის ფენომენიც გველაპარაკება სწორედ პროზისა და პოეზიის რაც გარკვეულ აღრევაზე. აქედან გამომდინარე, ბოლოსკენ ჩვენ უკვე აღარ ვაკეთებდით განსხვავებას, მოვიხმობდით ხოლმე როგორც მოდერნისტული ტექსტის ისეთ ავტორებს, როგორიც არის პრუსტი, ელიოტი, პასტერნაკი, ან ტოლსტოი, ან ახმატოვა, ან პოლ კლოდელი. საბოლოოდ გამოკვეთეთ ესეთი რამ, რომ მოდერნისტული პოეზია და ლიტერატურა ამ პერიოდში, რომელსაც მე-20 საუკუნის ფილოსოფოსი ალენ ბაჯიუ უწოდებდა პოეტების ეპოქას, აი პოეტების ეპოქაში პოეზიამ დაიწყო ისეთი როლის შესრულება, რა რომელსაც უფრო ადრე ასრულებდა ესე ვთქვათ, პოეზიამ რაღაც გარკვეულწილად და ლიტერატურამაც მწერალმა წაიღო ესეთი წინასწარმეტყველის ფუნქცია, ვთქვათ ასე, წინასწარმეტყველის იმდენად არ გულისხმობ, როგორც წინასწარმეტყველების დროში რაღაცა მოვლენებისა, რამდენადაც წინასწარმეტყველი როგორც შუამავალი ტრანსცენდენტურ სფეროსა და სოციუმს შორის. ღმერთთან მისთვის ლაპარაკობ, წარუძღო წინაერთსა, როგორც იტყოდა ილია ჭავჭავაძე. ილია შეიძლება ამას უფრო სოციალური, ისტორიული, პოლიტიკური აზრით გულისხმობდა, მაგრამ თუ გავთავისუფლდებით მხოლოდ ამ სიფრისაგან, შეიძლება თქვა, რომ ეს არის დამახასიათებელი მთლიანად მოდერნისტული ლიტერატურის, როდესაც პოეტი, მწერალი, ავტორი ემსგავსება დემიურგს, ღმერთს, რომელიც ქმნის სამყაროს, როგორც ერთადერთ უნიკალურ ტექსტს, როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიკა. ჩვენ ესე ვთქვით, ბოდლერიდან გალაქტიკამ და დროითი რაღაც გარკვეული საზღვრები, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ვწდებით ხოლმე ამ საზღვრებს, მაგრამ რაც როგორც გარკვეული ნიშნული და გალაქტიკამიც აი ზუსტად ჯდება ამ პოეტიკაში, როგორც აბსოლუტური ავტორი, რომელიც ქმნის ერთადერთ და განუმეორებელ ტექსტს, რომელშიც არის ყველაფერი. და ბოლოს მე შეეცადა მართლა ამის დაწერას მთელი 10 წლეული წერდა მეტი იდეა მშვიდობის ციკლს, რომელიც გარკვეული აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ არის ქართული კულტურისთვის კანონიკური ტექსტი, ისეთი გაგებით, როგორც მაგალითად არის ლურჯაცხენები ან ეფემერათა ციკლი, მაგრამ არის გარკვეული მცდელობა, რომელშიც არის ასახული სწორედ ეს მოდერნისტული ძალისხმევა, განხორციელებული შეიძლება წარუმატებელი სახით, მაგრამ თავისთავად არის ძალიან ესეთი ტიპოლოგიურად მნიშვნელოვანი, რომ ის ცდილობს წერს როგორც აბსოლუტური ავტორი.
რაღაც მომენტში მას ეს გამოსდეს, არა, ზოგს არ გამო, ნუ არ არსებობს ესეთი შეუძლებელი ყველაფერი იყოს ერთნაირად წარმატებული. მაგრამ თავისთავად როგორც ტიპი პოეტისა, პოეტოლოგიური კუთხით რო შევხედოთ, რა თქმა უნდა, გამოსვლიანი ჯდება ზუსტად აი ამ სერიაში ავტორებისა, რომელთაც შეიძლება უწოდოთ ავტორები ერთადერთი წიგნისა. არა ემპირიული გაგებით, არამედ მეტაფიზიკური გაგებით, რომ აბსოლუტური შემოქმედი ცდილობს შექმნას ერთადერთი და განუმეორებელი უნიკალური ტექსტი, როგორც წიგნი. მაგრამ ეს ყველაფერი როდია? არის ეს მომენტი, როცა წინა საუბარში კლოდელზე ვილაპარაკეთ, კლოდელიც არის ეს ავტორი, რომელიც გაზდევს ჩვენს ამ საუბრებს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გენიალური პოეტი. აი ეს კლოდელისეული ხედვა, ვიზიონი, როგორ შეიძლება ლექსის დაწერა და შტაბიშტილებები, პოეტი, როგორც შტაბიშტილებათა ეპიფანიების გარკვეული ეს ტრანსცენდენტური გამონაშუქის დამჭერი, რომელიც იჭერს ამ ცნობილ ვარსკვლავებს, თქვა და ეს მანდელშტამის ხატია. და იქ იმავე ლექსში, რომელსაც ქვია ქალაქ ტოკიოს შიდა კედელი. ანუ ქალაქის შიდა კედელი ტოკიოში ესე შეიძლება. იქ არის ესეთი ხატი, როგორც მებადური იჭერს ანარეკლს, სასახლის ანარეკლი ტბაზე და ბადე, რომელშიც არის არა მხოლოდ თევზი, არამედ ანარეკლი. აი დაახლოებით ესეთი ანარეკლის დაჭერა არის პოეზიის ხელოვნება, როგორც ეპიფანიის ხელოვნება. და შეიძლება ითქვას, რომ პოეტს აქვს საქმე როგორც დროსთან, ასევე აი ამ გარკვეულ აი ამ დროში ამ ეპიფანიათა გარკვეულ ამ ეპიფანიათა თამაშთან, რომელსაც ის იჭერს თავისი შემოქმედების მეშვეობით და ამ თვალსაზრისით ტექსტში არის გაქოვებული სახით დაჭერილი ერთადერთი სიტყვები, ერთადერთი წყობით. ხო, აი ამ ერთადერთ წყობაში დასხონეთ თუ სხვანაირად შეიძლება მაშინ ეს პოეზია უკვე აღარ არის გაქოვებული, დაჭერილი ეს შინაგანი სულიერი გამოცდილება, რომელიც გარკვეული აზრით არის ობიექტივიზირებული. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეს დავინახოთ, ჩვენ შეგვიძლია ამაში შესვლა, ჩვენ შეგვიძლია როგორც აუდიტორიას და როგორც აუდიტორიის ცალკეულ წევრს, მსმენელს, მკითხველს, მაყურებელს, შეგვიძლია ამაში შესვლა და თანაშემოქმედება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ანუ არის ესეთი ხატი, ცნობილია პოეტური ტექსტი, როგორც ბოლცში ჩადებული წერილი, რომელიც არის გადაგდებული ადრესატისადმი. ადრესანტი აგდებს ამ წერილს და ეს კომუნიკაცია არის ამ თვალსაზრისით ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ადრესანტმა არ იცის ადრესატი ხშირად. როგორც წუჩე ვიტყოდა, ჩვენ არ შეგვიძლია იმის განსაზღვრა თუ ჩვენი ситყვა როგორ გახმოვანდება ადამიანში. მეორე на мне дано предугадать, как наше слово отзовется. И нам сочувствие дается, как нам дается благодать. Мамардашул сетхл შეეშალა და თქვა, нам
понимание даётся, ანუ ჩვენ გაგება თანაგზნობის ნაცვლად თქვა გაგება და ეს წამოწენა არ იყო შემთხვევით, იმიტომ რომ მამარდაშვილი იყო სწორედ ცნობიერებისა და გაგების ცნობიერებისა და გაგების გაგების მეტაფიზიკოსი, ფილოსოფოსი, რომელიც მე ესე ვიტყოდი გაგების როგორც აქტის ხდომილების ფილოსოფოსი და ამიტომაც ისე ვამბობ, რომ გარკვეული აზრით ლაპარაკობენ პოეზიის ფილოსოფია, ან ლიტერატურის ფილოსოფიას, რომ ამაზე ალაპარაკი როგორ არის შესაძლებელი შტაბიშტილება და მისი შტაბიშტილების მოხელთების გააზრება, ჰერმენევტიკა. ანუ ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია ტექსტი უკვე გაქვავებული ტექსტი გავაანალიზოთ სტრუქტურების თვალსაზრისით, როგორც ხელოვნების ნაწარმოები, რომელიც გარკვეული სტრუქტურებისგან შედგება, ხო? სიტყვებისაგან, სემანტიკისაგან, გარკვეული თემატიკისაგან, მოტივისაგან, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია ეს წავიკითხოთ როგორც გარკვეული სულიერი გამოცდილება და თუ ჩვენ ამ მხრივ ვუყურებთ ამას როგორც გარკვეული სულიერი გამოცდილების რაღაც გარკვეული სულიერი გამოცდილების ანარეკლს მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ სწორედ პოეზიის გარკვეულ ფილოსოფიაზე. შეგვიძლია წავიკითხოთ ისე ვამბობ როგორც გარკვეული სანოტო ნიშნები. ხო? გარკვეული აზრით როგორც პიესა, რომელიც უნდა გათამაშდეს. სანოტო ნიშნები, რომლებიც უნდა გააჟღერდეს. ამ აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ პოეტური, მაგალითად, ლიტერატურული ტექსტი, ლექსი, პოეტური ტექსტი, რომანი, ეს არის რაღაც სანოტო ნიშნები, რომელიც უნდა გახმოვანდეს მკითხველში, მსმენელში, მკითხველში. და აი სწორედ ეს მომენტი, აი როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ხო, მეტალიტერატურული მომენტი უკვე არის ფილოსოფია. გარკვეული აზრით ჩვენ ვართ აი ამ მეტალიტერატურულ მომენტში და ამას მასთან შეიძლება უწოდოთ ეპიფანიის ხელოვნება. ეპიფანიის ხელოვნება გამოდის, რომ ის უეცარი შტაბიშტილება, რომელიც ჩვენ გეძლევა, როგორ შეიძლება ამას ხელოვნება უწოდოთ, ხო? ხელოვნება არის რაღაც, რომელიც არის რაღაც გარკვეული ალგორითმი აქვს და მაგრამ როცა ჩვენ გვინდა მისი დაფიქსირება, აი უკვე ეს არის ხელოვნება. ეპიფანია, რომელიც მოგვეცა და რომელიც არის რაღაც გარკვეული საჩუქარი ძღვენი და როცა ადამიანს აქვს გარკვეული ნიჭი, მეორე ნიჭი გარდა პირველისა, რის მეშვეობითაც მას შეუძლია მოიხელთოს აი ეს შტაბიშტილებები. პრუსტი ამბობდა, რომ სწორედ რომანს ამიტომ წერს, რომ რომანი ამ აზრით არის მეხსიერების გარკვეული მანქანა. ჩვენ რაღაცა მოგვეცა მამრდაშვილის თავის ამ ლექსებში პრუსტის შესახებ ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ ახალგაზრდობა არის გარკვეული ისეთი ხანა, როცა ჩვენ რაღაცები გვეძლევა ერთხელ და სამუდამოდ და შემდეგი მთელი დრო არის მოცემული იმისათვის, რომ გავშიფროთ ეს ჩვენი შტაბიშტილებები. როგორც მაგალითად არის პირველი სიყვარული თქვა და ასე, და რომელიც ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს პრუსტის ამ რომანში, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ძალიან სერიოზული გადაძახილია ფსიქოანალიზთან, პარალელურად ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ახლა ვერ გეტყვით ზუსტად რამდენად კარგად იცოდა ფროიდი, პრუსტმა მეგონი საერთოდ არ იცოდა. მაგრამ არის ძალიან საინტერესო გადაძახილი, რატომ რომ ჰაერში ეს არის ეპოქის სტრუქტურა, რაღაცები ჰაერში, როგორც რომელი მეტაფორა ესეთი ჰაერში ლივლებენ ფრაზები, იდეები, ხო? რას გულისხმობ? პირველი სცენა, რომელიც გვაქვს ფროიდთან, რომელიც
პირველადი სცენა, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის შთაბეჭდილებას. გარკვეული ესეთი ანალოგია რომ მოვიყვანოთ, მარსელის სიყვარული первая любовь შესანიშნავი მოთხრობა არის მისი რა ქვია შესანიშნავი მოთხრობა ტურგენევის გზელი მოთხრობა მაგრამ ეს პირველი სიყვარული მარსელის აღმოჩნდება რომ მას თურმე აქვს თავისი არქეტიპი ეს არის სვანის არქეტიპი სვანის სიყვარული ოდეტასადმი აი ეს სიყვარული მეორდება მაგრამ ეს რა თქმა უნდა მარსელისთვის პირველად ხდება რომელსაც უყვარდება ალბერტინა მეკითხეთ და ეს სერია ხო რამდენიმე შეღერებულ ქალიშვილთა ჩეროში ეს მეორე ტომი სადაც აი ქალიშვილთა სერია ნებისმიერი შემთხვევითობის მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება და მას აი სწორედ ეს მოხდა რომ ალბერტინა და არა სხვა და თუმე ეს იმეორებს სვანის სიყვარულს ოდეტასადმი ძალიან ესეთი მომენტი გადაწახილი არქეტიპული სიყვარული ანუ სიყვარულის ფორმა მეორდება მიუხედავად იმისა რომ ეს მარსელისათვის არის პირველი ისე როგორც სვანისათვის იყო პირველი აი როგორც პასტერნაკი იტყოდა სხვა შემთხვევაში и каждый был повторялся мной бишота და თითოეული იყო განუმეორე მაგრამ თითოეული იყო განუმეორებელი მაგრამ სულ მეორდებოდა აი ესეთი პარადოქსული სტრუქტურა მართლაც რომელიც მოიხელთა პრუსტმა მართლაც თავის ამ შესანიშნავ რომანში დაკარგული დროის ძიებაში ანუ და არა შემთხვევით სხვა შორის იგივე როცა ვლაპარაკობდით ტაძრაზე და ლაბირინთზე ხო ეს აზრი მსგავსი აზრია გამოთქმული იოსიფ ბროდსკის თავის ესეებში და ინტერვიუებში ამბობს რომ შეიძლება მწერლები დავყოთ ორ კატეგორიად სივრცის მწერლები და დროის მწერლები მწერალი რომელიც უტრიალებს ავტორი რომლისთვისაც არის დრო მნიშვნელოვანი და ბროდსკისთვის დრო იყო მნიშვნელოვანი დრო თუ რას უშვება დრო ადამიანს და სივრცე ну აი კაფკა მაგალითად არის სივრცის მწერალი ამ აზრით პრუსტი დროის ეს ბროდსკი ესე ანაწილებს თქვა და მისთვის რა თქმა უნდა ენა რომელიც არის როგორც დროის მდინარე და არის ისეთივე ძველი როგორც დრო ენა რომელიც მოდის ძალიან მოსაცა ხანგრძლივი მოგზაურობის ისტორია რომელიც მოდის ძალიან ძველი დროიდან და მოდის როგორც აი ეს მდინარე რომელიც მოდის და მოდის მაგრამ აი სულ ახლდება ხო მაგრამ თან არის ძალიან ხანიერი ხო ამ აზრით ენა მართლა ძალიან საინტერესოა რომ შეიძლება მართლაც გავიაზროთ ენა როგორც დროის მდინარე ხო დროის მდინარე ენა როგორც დროის მდინარე და იყო ესეთი შესანიშნავი ლინგვისტი რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 33 წლის ასაკში საბჭოთა ლინგვისტი ილიჩ სვიტიჩი რომელიც შეეცადა დაიმტკიცებინა 6 ენობრივი ოჯახის ნათესაობა. ну ნოსტრატული თეორია. ნოსტრა ჩვენი, ანუ 6 მთავარი ოჯახი, რომელიც არის ამ ნახევარსფეროში, და არა იმ ნახევარსფეროში. ნოსტრატული ოჯახები, ნოსტრატული ენები, ესა ოჯახები, ინდოევროპული, სემიტური, ქართული, ურალური, ალტაური და მან შეექმნა ეს ლექსიკონი. ბოლომდე ვერ დაამთავრა, მაგრამ ისი ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ მის მეგობრებს შეეცადნენ გამოსული 3 ტომი არის გამოსული დიდი ტომი და შედევით ხელი.
მან დაწერა ლექსი, როცა აღადგინა ეს ნოსტრატული ენა, ანუ პროტოენა, რომელიც ენების წინ ხოდა რომლის დაყოფაც ეს ოჯახები ამ ნოსტრატული ან პროტოენიდან და კელე, კუხლა, ვეტა ამ 6 ოჯახის ენები, მათ შორის ქართულურიც შედის. ენა ეს არის დროის მდინარე, რომელსაც მივყავართ გარდაცვლილთა სახლთან, მაგრამ ვისაც ეშინია დიდი წყლის, ის ვერ შევა მდინარეში. აი ესე ითარგმნება დაახლოებით. პავლე ენგოროღვას შესანიშნავ ქართველ ფილოლოგს ჰქონდა ესეთი ინტუიცია, რომელიც ამას არასოდეს არ დაუწერია, მაგრამ ჩემი კოლეგა უფროსი მეგობარი 10 გარდაცვლილი ზურა კიკნაძე მეუბნებოდა, რომ პავლე ენგოროღვას ჰქონდა თურმე ასეთი ინტუიცია ძალიან მორხესული, რომ საქართველოს ქართული პოეზიის ისტორია უნდა დაიწეროს ესე. ამ დაგვარად. ჯერ სუპირველი ვაჟა-ფშაველა, როგორც არქაული მითოსი, შემდეგ დავით გურამიშვილი ვაჟა-ფშაველას შემდეგ როგორც პირველადი ქრისტიანობა და ბოლოს რუსთაველი როგორც კლასიკური სინთეზი. აბსოლუტურად მორხესული იდეა. საზოგადოებრივ პოეზიას ახასიათებს ესეთი რევერსი, დროითი, როდესაც გვიანდელი პოეტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო არქაული, ვინმე შემდგომი. აი მაგალითად ეს ლექსი, რომელიც დაწერა ილის სვიტიჩმა, არის დაწერილი 60-იან წლებში. წარმოვიდგინოთ, რომ ეს დაიწერა პირველად ეს ლექსი. ამის მერე ხდება ესეთი ხატი წყლის და მდინარის და ამ ტბის თარმომტარი ერთ ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლა. როდესაც მე გითხარით, რომ როდესაც ღმერთებს გამოედევნათ სიკვდილი, ისინი შევიდნენ წყალში, მაგრამ სიკვდილმა ისინი დაინახა. დაიმალნენ კიდე და ბოლოს აიფარეს მეტრები, ანუ ჰიმნები, მეტრები, რიკ, იაჯურ, სამან. და როდესაც მათ აიფარეს ეს მეტრები, ლექსები, ანუ როგორც პროსოდია ლექს წყობა ეს ერთი მხრივ, მაგრამ ამას როცა ეს აიფარეს, სიკვდილმა ისინი ვერ დაინახა და ამიტომ ღმერთები არიან უკვდავები და ვინც იმეორებს ამ ჰიმნებს, ისიც იქნება ისეთივე და ამ ბგერას, ვინც ამ ბგერას იმეორებს და მედიტირებს, ის იქნება ისეთივე უკვდავი, როგორც არიან ღმერთები. ნუ ეს რაც გველაპარაკება ბგერის უკვდავების შესახებ, რომ ბგერა არის ღმერთი. სიტყვა იყო ენარხე εν ჰოლოგოს, კაი ჰოლოგოს εν პროსტონტეონ, კაი თეოს εν ჰოლოგოს. ორეთ ამ შემთხვევაში სუბიექტი არის სიტყვა და თეოს არის პრედიკატი, ატრიბუტი, განსაზღვრება. ამიტომ მას არ აქვს არტიკლი. არტიკლი აქვს, იმას რა ქვია, ანუ არსებით სახელი და თეოს რა არის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა არსებით სახელი, მაგრამ არის განსაზღვრება. პრედიკატი, სუბიექტი არის სიტყვა, სიტყვა არის ღმერთი. ანუ აქ რო გავჩერდით ენარხენ ჰოლოგოს, აი ეს არის რიგვედა. აი რიგვედასეული თავარი ინტუიცია, რომ სიტყვა არის აუმბგერა. აი თუ გავაგრძელებთ რომ და პროსტონტო ის იყო ღმერთთან, ეს უკვე არის ყურანი. ყურანი, რომელიც არ არის შექმნილი, სიტყვა, რომელიც არის ღმერთთან. მაგრამ თეოს εν ჰოლოგოს ეს გარკვეულადაც შეიძლება ვთქვათ, რომ არის მთელი ბერძნული ფილოსოფია. მაგრამ კაი ჰოლოგოს სარქსე გენეტო, რომ სიტყვა იგი ხორცელ, აი ეს უკვე არის ქრისტიანობა. ანუ ფაქტობრივად აი ცალკეული ფრაგმენტები რო ავიღოთ, შეიძლება აი
თქვათ რომ აი აქ გაჩერდა ინდუიზმი, აი აქ გაჩერდა ყურანი, არ ქრისტიანობა არ გაჩერდა და სიტყვა გახდა ღმერთი. ანუ ისტორიაში შემოვიდა. ამიტომ იქ ისტორია არ არის, არის მხოლოდ ტრანსცენდენტური განზომილება. და აიფარეს ეს მეტრები, აი და ეს წყალშიც გამოჩნდნენ, იმიტომ რომ წყალი რა არის? წყალი არის ეს რაც მიდის და ამიტომ შენ ზიხარ წყლის ნაპირას და არა მარტო შენს მტერს ჩამოასვენებს ეს წყალი, თუ ეს გაინტერესებს, არამედ უბრალოდ ყოვლისა შენ ჯდამტირალი წყლისაპირსა, ხო, ნახეს უცხო მოგმევინმე ჯდამტირალი წყლისაპირსა. ხო, აი ეს დროითი მდინარე ჩვენ არ ვიცით ამერიკოს უყურებს თუ არა, თუ ამერიკოს უყურებს, მაშინ ნარცისია. თუ აიფარებს მეტრს და დაიწყებს მეიტირებას, მაშინ ეს უკვე არის მაშინ ეს უკვე და ამის მერე ეს ხატი შემოვიდა რუსულ პოეზიაში. 1817 წელს, როდესაც ძერჟავინი გარდაიცვალა, მას ოთახში ჰქონდა დაფა, გრიფელით, ცარცით გრიფელით წერდა ამ დაფაზე და მეორე დღეს იპოვეს მკვდარი. და ბოლო ლექსი იყო და აი მისი უკანასკნელი ლექსი და რა არის ხო ეს ლექსი, ხო ჯერ წავიკითხა რუსულად და μετά ქართულად. Река времен в своем стремлении уносит все дела людей и топит в пропасти забвения народы царства и царей. Если что и остается сквозь звуки лиры и трубы, то в вечности жерлом сожжется и общий не уйдет судьбы. Тройс მდინარეს მე აქვს ყველაფერი და ადამიანის ყველა საქმეს წარხოცავს, მე აქვს წარხოცავს მეფეებს, სამეფოებს, ხალხებს და თუ რამე რჩება საყვირის ხმისა და ლირის მეშვეობით ისიც მასაც მარადისობა მოინელებს, ანუ არაფერი არ დარჩება. და საყვირი და ლირი რატო? საყვირი არის თავრანგელოზის, რომელიც იქნება და ლირა ვისია აპოლონი და თავრანგელოზი. 1817 წელი გავა 100 წელი და ვიქტორ Хлебникови, რომელიც лапаракობდა ამ ერთადერთს და დაწერს ეს ლექსი. Люди, годы и народы убегают как вода. Люди, годы и народы убегают навсегда, как текучая вода в зыбком зеркале природы. Звезды невод. Звезды рыбы мы, боги призраки у тьмы. Ქართულად ეს ეგნება, რომ ხალხები, გოდი, люди, народы, ხალხები, წლები, ამ შემთხვევაში წლები შეიძლება 1000 წლეულებით, ამას არ მირბის ეს ყოველი როგორც წყალი. ბუნების მოქნილ სარკეში. რა არის ეს ბუნების მოქნილ სარკე? თუ русულად დაუკვირდებით, в гибком зеркале природы, в гибком зеркале. ეს არის язык, ენა. ენაში, ენა როგორც იქ გვაქვს ძერჟავინთან არის ლირისა და ხმა, მაგრამ ეს იგივეა. აქ შემოდის უკვე ენა და ბოლოს ელიცშვიტიჩი წერს ენა როგორც დროის მდინარე, რომელსაც მიყვავართ გარდაცვლილების სახლთან. მაგრამ შეუძლებელია დიდ წყალში შესვლა მამაცობის გარეშე, სიმამაცის, ანუ როგორც მამრდაშვილი თქო და ფილოსოფია და ცნობიერება ეს არის დროში ძალისხმევა. ეს იგი ენა მარტო გაგებით ამ შემთხვევაში ენა როგორც ხელოვნება, ეპიფანიის ხელოვნება, როგორც პოეტური ხელოვნება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ
პანტარე ან ყველაფერი მიედინება და არაფერი არ არის მარადიული და მეორეჯერ ვერ შეხვალ ერთსა და იმავე მდინარეში, სწორედ არის საშუალება მეორეჯერ შეხვიდე იმავე მდინარეში. ანუ ის შთაბეჭდილება, რომელიც იყო წარმავალი და წავიდა და სამუდამოდ დაქცევდა შენ პოეზიის ხელოვნების მეშვეობით ვცდილობ მის გამეორებას ტექსტში. ხო, ისევ აი ვუბრუნდები მამარდაშვილის ლექციებს, სადაც ის ამბობდა ძალიან ხშირად, რომ ახალგაზრდობა არის პრივილეგირებული დრო იმ აზრით, რომ ჩვენ გვეძლევა პირველადი შთაბეჭდილებები, როგორც ბავშვობა არის პრივილეგირებული დრო, რატო შენ გეძლევა ენის ეს დრო არის ენის ათვისებისათვის. არის რამდენიმე მაგალითი მაუგლის, როდესაც გვიან იპოვეს ადამიანები, ესეთი შემთხვევა არის კასპარ ჰაუზერის შემთხვევა, მე-19 საუკუნის შუა წლებში ქუჩაში უცებ ნახეს კაცი, ახალგაზრდა, სადღაც ალბათ 20-დან 30 წლამდე, რომელზეც ენა არ იცოდა. განსაცნობად ეს კაცი 20 წელი იყო რაღაც ბნელო თავში. კასპარ ჰაუზერის ხელმძღვანელი დარჩა მისგან დნკ-ს ამსა. და ეხლა განსაზღვრეს, რომ თავიდანვე ეჭვი იყო, რომ ძალიან სერიოზული დინასტიის დაუმავალი იყო. და ანუ არ მოკლეს ცოცხლად და მე დღეს დასაბუთდა რამდენიმე თვის წინ ნახე დოკუმენტური ფილმი, სადაც ეს ეჭვი, მაგრამ რაზე ლაპარაკი? ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან გვიან ისწავლეს ენა, არ აქვთ რამდენიმე თვისება. არ აქვთ სექსუალური ლტოლვა და არ აქვთ სიმდიდრისადმი ლტოლვა. აი ამ საკუთრებისა და სექს აბსოლუტურად მოკლებულები არიან. რითიც შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის სოციალური ფენომენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც ბიბლია გვეუბნება, ცუდი ადამიანი იყოს მარტო. ამიტომ მას უნდა შეუქმნათ, ხო? და ნეკნისაგან ქმნის ელოჰიმი ქალს. და ადამიანი არის არა ერთი ეგზემპლარი, არის ორი ეგზემპლარი, თუმცა ადამიანი ჩვენთვის როგორც პლატონური იდეა ადამიანი, მაგრამ ადამიანი ყოველთვის არის აქედან მოდის ეს აზრი, რომ ქალი და მამაკაცი. აქედან გამომდინარე, ესე იგი მე ესე ვიტყოდი, რომ ხო, ძალიან საინტერესო მომენტია, ესე იგი ღმერთმა ჰომეროსის თანახმად არსებობს და არამედ ჰომეროსის თანახმად ეს ინდოევროპულ სხვა ტრადიციებში ღმერთების ენა და ადამიანების ენა. ჰომეროსს აქეთ ადგილას, რომ ჩიტი, რომელსაც ახლა აღარ მახსოვს ზუსტად ღმერთების ენაზე ეს ეწოდებოდა და ადამიანების ენაზე ეს ეწოდებოდა. ღმერთების ენა განსხვავდება ადამიანების ენისგან. მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც უფალმა შექმნა სამოთხეში, რაც არის ადამს უთხრა, რომ ადამიანს დაერქმია სახელები. და ადამი არქმევს სახელებს ყველაფერს, ცხოველებს, მცენარეებს, ყველა მოვიდა მასთან და ანუ ეს ადამი არის პირველი პოეტი, რომელიც იძლევა ონომასტიკონს თქვა და ასე, ხო? სხვა ჩერზე არის ეგეთი, ეხლა ხან გარდაიცვალა ძალიან საინტერესო მწერალი და კინორეჟისორი პოლ ბენჟამინ ოსტერი, შენი რეჟისორი ლულუხიძე, ერთ-ერთი უილიამ დეფოს, ჰარვი კეიტელისა და მია სოლომონის მონაწილეობით არის ძალიან ისეთი საინტერესო მისტიკური პოსტმოდერნისტული ფილმი, მაგრამ აქვს კიდე ესეთი რომანი, რომელსაც ქვია New York Trilogy და პირველი არის City of Glass, სადაც ძალიან საინტერესო, მან თავი მომენტი რა არის, რატომ მაინტერესებს. მოგიხსენოთ ამერიკა ეს არის სექტანტების დენომინაციების პილიგრიმობის მიწაწყალი. სხვადასხვა დენომინაციები, დიდი კონფესიები, მათ შორის კათოლიკური
პროტესტანტული ქვეყნებიდან გაქცეული კათოლიკეები, კათოლიკური ქვეყნებიდან გაქცეული პროტესტანტები ან პროტესტანტული ქვეყნებიდან გაქცეული პროტესტანტული სექტები და City on the Hill, ხო, ეს ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი არა, საერთოდ იდეა, ამერიკის იდეა, მთაზე აგებული სახლი, კლდეზე აგებული სახლი, ხო, ბიბლიური ხატი. ხო და აღთქმული მიწა. და ერთი ესეთი სექტაა, სადაც შვილს არ ასწავლის ენას. არც ერთ ენას არ ასწავლის, რომ აი როდესაც გაიზრდება, ის ალაპარაკდება ადამიანის ენაზე. და ამ დროს არის კასპარ ჰაუზერის ისტორია მეორდება ფაქტად. მეორდება როგორ, სიმბოლში. ხო მოკლედ ადამი რომელსაც ეძლევა ეს პირველი შთაბეჭდილებები და ის არქმევს სახელს როგორც ჩვენ ვარქმევთ სახელს ფართო გაგებით ჩვენ შთაბეჭდილებებს და ეს სახელი ფართო გაგებით სახელი სხვადასხვაი არ არის თუ არა ტექსტი თუ ლექსი ტექსტი რომანი პიესა მუსიკა მუსიკალური ტექსტი და ასე შემდეგ ანუ ამ შემთხვევაში ფილოსოფიაც ცხადია როგორც პლატონი ამბობდა ეს არის ძღვენი რომელიც გვაჩუქეს ღმერთებმა რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ჭრეტა ერთადერთი არსების ton logon aquentes ume არა ჩემი არამედ აიმ ლოგოს უსმინეთ როგორც ერთადერთი ადამიანის ერთადერთი არსების ლოგოს ერთადერთი არსება ანუ ღმერთი ხო ეს ჰერაკლიტეს ერთ-ერთი ცნობილი ფრაგმენტია მე კი არა აი იმ ლოგოს უსმინეთ აკუე როგორც შმა ისრაელი ისმინე აი ეს ლოგოსი ეს ხმა და აი ამ ეს მოსმენა როგორც შთაბეჭდილება და სახელის დარქმევა როგორც აი ამ შინაგანი სულიერი გამოცდილების ჭრეტის ეს ჭრეტა თეორია ბერძნული ჭრეტა როგორც მედიტაციის ხელოვნება ებრაელისათვის ძველი იუდე ეს არის წმენა მაგრამ არსით იგივე მედიტაციური ხელოვნება უნდა ერთგან არის ვიზუალური ხატი აქტუალიზებული მეორედგან აკუსტიკური და აქედან გამომდინარე გვაქვს მედიტაციის ხელოვნება სხვადასხვა ტიპის ხო როგორც ან სმენაზე და გამეორებაზე ორიენტირებული ხო იგივე აი აუმბგერის ბგერა რომელსაც არის ყოველივე ხო ეს ფუტურისტული წარმოეწონება და ხლებნიკოვისთვის ეს ამნიშნულოვანია და აი ლექს უბუდების ხლებნიკოვის და ბოლოს ის ამბობს რომ ჩვენ ვარსკვლავები არიან ბადე და ჩვენ ვართ თევზები ხოლო ღმერთები არიან ნაჩვენები წყდიადის ქართულად უნდა გააგრძელო და უნდა თქვა წყდიადის ზღურბლზე აქ რა არის აქ არის უპანიშადები ცხადია მეტრები რომლებიც აიფარეს წყალში ხო გამოჩნდა ყველაფერი და აიფარეს ღმერთებმა მეტრები ღვთაებრივი სიტყვა და სიკვდილმა ის ვერ დაინახა ანუ მაგრამ საიდან არის საიდან არის ვარსკვლავები და თევზები და საიდან არის ეს ვარსკვლავები თევზები და ბადე და თევზები საიდან არის ბადე და ჩვენ ვართ თევზები და ბადე ვარსკვლავები მესამეჯერაც გამოეცხადა თავის მოწაფეებს და გამოეცხადა ესე გენისარეთის ტბაზე წავიდნენ მოწაფეები პეტრემ თქვა სათევზაოდ მივდივარ ჩვენ წამოყვებით ვინ არიან 7 მოწაფე პეტრე სიმონ პეტრე თომა დიდიმოსად წოდებული ანუ ბრმა დიდიმოს ნათანაელი
გალილეის კანიდან, ზებედეს ძენი, ესე იგი იაკობი და იოანე და ორი სხვა მოწაფე. ამათ სახელები არ ვიცით. მთელი ღამე იცორავეს ნავით, ვერაფერი დაიჭერეს. მეორე დღე რომ გაცენდა ნაპირზე დგას იესო. მაგრამ მათ ვერ იცნეს რომ ეს იესოა და ბავშვებო, აი და ბავშვებო, შვილებო, ანუ საჭმელი გაქვთ არაო და გადააგდეთ მარჯვენა მხარესო ბადეო და დაიჭერთ. გადააგდეს იმდენი თევზი დაიჭერეს რომ იძირებოდა ეს ნავი. და მაშინ აი ვის სახელის დასახელებული არ არის, ერთ-ერთი ამ ორიდან ეუბნება პეტრეს. მაგრამ იქ არის ესეთი ისა, მოწაფე რომელიც უყვარდა, რომელიც მიეღნო წიაღზე, საიდუმლოსეობის დროს. ის ეუბნება რომ ეს უფალი არის. ანუ ის მიხვდა რომ ეს უფალია, მაგრამ ჯერ ვერ ცნობენ. გადახდა წყალში პეტრე, იმიტომ რომ შიშველი იყო. ამასობაში ამათ გამოცურეს და რომ გამოცურეს ნახშირი არის დადებული, რომელზეც ნახშირზე არის დადებული თევზი და პური. მოდითო, ხო, ის თევზიც მოიტანეთ, რომელიც ახლა დაიჭერეთ, გადავიდა პეტრე, გადმოათრია ბადე, ამ ბადეში იყო 153 თევზი. ბადე არ გაიხა. და მოდით ჭამეთ უთხრა და ყველა ვერავინ ვერ უთხრა მიხარო, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ იესოა. რა ხდება აქ? იმ პერიოდში ესე იყო ცნობილი, რომ არსებობს სულ 153 თევზის სახეობა. და ბადეში, რომელშიც არის 153 თევზი, ეს არის ეკლესია, რომელმაც დაიჭირა ყველა ადამიანი. ანუ თევზები ვართ ჩვენ. ბადე არის ვარსკვლავები. რატო ვარსკვლავები არის ბედისწერა, რომელ ვარსკვლავზე ხარ. და უპანიშადებიდან არის სწორედ ეს ენა და ღმერთები როგორც აჭრდილები წვდეადთან, ანუ ეს ღმერთები, რომელსაც უკვე აღარ აქვთ აფარებული მეტრები. იმიტომ რომ ეს ღმერთები მიდიან და მოვიდა პოეტი და ამ პოეტს აქვს როგორც ხლებნიკოს ერთადერთ განუმეორებელ პოეტს, რომელმაც ყველა ეს ხო დაწვნენ აი ამ კოცონზე და დაიწვნენ ამ კოცონზე და ერთი დიადი წიგნი შეიქმნა, რომლის ასოები და ბგერები არიან ოკეანეების ზღვები და მთები. ხო, აი ეს ერთადერთი წიგნი. აი ასე სახარება და იოანეს სახარების ფინალი 21 თავი და უპანიშადები შეხვდნენ ერთმანეთს ამ წყლის დინარეში, რომელიც მოიხელთა პოეტმა ეპიფანიის ხელოვნების მეშვეობით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ამით ჩვენი ციკლი დასრულებულია.